დღეს არის მსვლელობა შეშემო პირების მშობლების, ასევე რამდენიმე შეშემო ბავშვიც არის მოსული. მე ვარ იამელი თაური, სამოქალაქო აქტივისტი. ყველგან სადაც უსამართლობა იყო, ყოველთვის ვცდილობდი რომ მდგარიყავი და შესაბამისად ახლაც უკვე 2 წელი გამოდის მე მგონი, ხო? რუსული კანონიდან მოყოლებული, დიახ, ვდგავარ რუსთაველზე და ვიდგამი ბოლომდე სანამ არ მივახწევთ შედეგს. ყოველთვის ვცდილობ რომ ვიდგეთ მე და ჩემი მეგობრები წინა ხაზში, რადგან გვაქვს შედარებით კარგი ეკიპირება და დავეხმაროთ მათ, ვისაც შედარებით ცუდი ეკიპირება აქვს. რა თქმა უნდა, ამას ან ემორჩილები, ან არ ემორჩილები. როცა არ ემორჩილები, აუცილებლად ან სველდები და არა უბრალოდ წყლით, არამედ მასში არის შერეული აშკარად რაღაცა ისეთი მავნებელი. და რა თქმა უნდა ისვრიან გაზის მხუთავა ეს კაფსულებს და ასევე წიწაკისას. შკარად არის განსხვავება იმ წიწაკასა და გაზს შორის, რაც მაგალითად პირველად რომ გამოაგორეს კანონი, მაშინ იყო დიახ, შარშან. რადიკალურად განსხვავებული ეფექტი აქვს. შეგრძნებები არის განსხვავებული. ამ ჯერზე ფიზიკურად ძალიან ცუდად გავხდი. წინაზე თუ უბრალოდ თითქოს ბურუსში ვიცხოვრე 1 კვირა, ახლა ჯანმრთელობა შემელახა, მეხსიერების ჩავარდნები მქონდა საშინელი ხველება, სპაზმური, არ მქონდა ხმა 2-3 დღე საერთოდ არა მომდიოდა პირიდან ხმა. მქონდა მაღალი სიცხეები, მქონდა ფაღარათი, ტანში მტვრევა, 1 დღე იყო, ძალიან ცუდად გავხდი, კეკელიძემდე რომ ამოვიდნენ ჭავლის მანქანით, მაგ დღეს. უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში 28 ნოემბრიდან დაიწყო და მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეების დასარბევად ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენა ქიმიური ნივთიერებები. ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით, რომელსაც საქართველო მიერთებულია, მასობრივი არეულობების შემაკავებელი რეაქტივები, როგორიცაა აცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი, ქიმიურ იარაღად მიიჩნევა. თუ კი ის ომში იქნება გამოყენებული. ამიტომ კონვენციის წევრ სახელმწიფოებს მათი ომში გამოყენება ეკრძალებათ. მაგრამ შეუძლიათ ისინი ქვეყნის შიგნით მასობრივი არეულობების კონტროლისთვის გამოიყენონ. კონვენციის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ღიად განაცხადონ თუ რა ტიპის მასობრივი არეულობის შემაკავებელ რეაქტივებს ფლობენ. ლუნდის უნივერსიტეტის ფილტვების ბიოინჟინერიისა და რეგენერაციის დოქტორანტი გვიხსნის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ქიმიური ნაერთების მრავალჯერადი გამოყენება. ადეკვატური მკურნალობისთვის კი აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს ამ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაცია. საერთოდ მე პირადად ცოტა პარადოქსულად მეშვენება, რომ ჟენევის კონვენციის მიხედვით ცრემლსადენი გაზის გამოყენება ომის პირობებში არის აკრძალული, მაგრამ დომესტიკურად დაშვებულია. ანუ თუ შენ მოწინააღმდეგეზე არ შეიძლება გამოიყენო ცრემლსადენი გაზი შენივე მოქალაქეებზე, რატო შეიძლება რომ გამოიყენო, ხო? მაგრამ აქ კიდევ ერთხელ პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო შეიძლება გამოიყენოს ერთხელ. მაგრამ ჩვენ საქართველოში რასაც ხედავთ, ამ გაზის გამოყენება ხდება ყოველ დღე თითქმის, ხო? და კიდე ჩვენ არ ვიცით რომელ გაზს იყენებენ, რა ქიმიური ნივთიერებებია შიგნით. არის სხვადასხვა ტიპის ქიმიკატები, რომელიც ან ქიმიური ნაერთები, რომელსაც გამოიყენებენ ამ გაზის დროს. არის ორგანული, არის სინთეტური და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას იყენებენ. და რა პროცენტით, ეს აღნიშნულოვანია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია თუ რა ტიპის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ნოემბერ-დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ. წყალში გარეული წიწაკა მაგალითად. რა სად იყო? წიწაკაზე იმას გაუძლებ ახლა შენ? მე მსგავსი რამე არ გამოყენებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგან განსხვავებით, მინისტრის მოადგილემ დაადასტურა წყლის ჭავლში გარეული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.
გამოიყენეთ თუ არა რეზინის სპრეი, გამოიყენეთ თუ არა წყლის ჭაობის გარდა რაიმე აირი, ციტაკის სპრეი და ასე შემდეგ. კონკრეტულად რა საშუალებები გამოიყენეთ და შემდეგ კიდევ ერთი კითხვა მექნება. საზოგადოება ხედავდა, რომ გამოყენება ხდებოდა წყლის ჭაულის, გარკვეულ შემთხვევაში ხდებოდა ასე ვთქვათ, ციტაკის სპრეის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში სხვა საშუალებების გამოყენება, თუმცა ყველა კონკრეტულ საშუალებაზე მე ხა ვერ მოგაწვით ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს ხანგრძლივად გრძელდებოდა ეს პროცესი. რაიმე გარეული. აი კონკრეტული კითხვას ნახეთ, იყო თუ არა რაიმე გარეული და რა. მე არ მეკითხებით, რომ რა დროს რა გამოიყენეთ. შეიძლება არის ასე. იყო თუ არა რაიმე გარეული და რა. საჭიროების შემთხვევაში, როცა დგას ამის საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭაუში იქნეს გარეული შესაბამისი, ასე ვთქვათ, ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გაზი იქნება თუ სხვა საშუალებები, რაც საღებავით შეიძლება იყოს გარეული და ასე შემდეგ. ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული საპოლიციო ძალის, მათ შორის ჭარბი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და წყლის ჭაულში ამ რეაქტივების გარევა. დავიწყოთ თუნდაც იმით, თუ როგორ ხდებოდა ცრემლსადენი გაზის გაშვება, ხო, მოქალაქეების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში იყო სახურავებიდან გადმოყრა, ასევე ჩვენ ნახეთ სპეციალური იარაღების მეშვეობით გაშვება, ხო, რომელიც ასევე რომელსაც კინაღამ შეეწირა ალექსანდრე თირქია, ხო? იცით ეს უმძიმესი შემთხვევა, როდესაც მას მოხვდა სწორედ ეს კაფსულა, ესე გაშვებული იარაღიდან და აქვს ძალიან სერიოზული დაზიანება, ხო? წესები, საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს, რომ დამიზნებით არ უნდა მოხდეს ცრემლსადენი გაზის გაშვება დემონსტრანტებზე, იმიტომ რომ მისი მიზანია, ვთქვათ, ადამიანების რაღაცა გაღიზიანება, მათთვის იძულება, რომ მათ დატოვონ ადგილი, მაგრამ რა თქმა უნდა არა დაზიანება, ხო? ამიტომ ეს არის უკანონობა ცალსახად. რაც შეეხება შერევას, ესეც ძალიან პრობლემურია, ესეც აკრძალულია საერთაშორისო სტანდარტებით და Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებების რაოდენობა და მას შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ადამიანზე. სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ინტენსიურად აქვეყნებენ პოსტებს მათი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. მას შემდეგ, რაც ზედიზედ რამდენიმე დღის მანძილზე მოუხდათ პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვა. დაზარალებულები საუბრობენ ისეთ გართულებებზე, როგორიცაა კანის დამწვრობა, სუნთქვის უკმარისობა, ღებინების შეგრძნება, თაობრუსხვევა, საერთო სისუსტე და სხვა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე გვიხსნის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დეტალურ ინფორმაციას უნდა აქვეყნებდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ. ასევე აწვდიდნენ დაზარალებულებს შესაბამის რეკომენდაციებს. რეალურად ეს ნამდვილად გაზი არ არის, ეს არის ფხვნილის სახით წარმოებული ნივთიერება, რომელიც იხსნება ან სითხეში, ან ხდება მისი გაფრქვევა, ამ ნივთიერების შერევა წყლის ჭაულთან. ეს არის გაზრდა ამ კონცენტრაციის, რომელიც ხვდება ორგანიზმს, ან თვითონ მაღალმა კონცენტრაციამ ამ ნივთიერების, აი არასწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ლორწოვანის დამწვრობა და ზოგიერთ შემთხვევაში ფილტვის შეშუპება, რაც შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი. ეს არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი იმ ადამიანებისთვის, ვინც მშვიდობიანად იქ აპროტესტებს და ისინი არ არიან დაუმორჩილებელი ჯგუფები და იწყება პირდაპირ დარბევა. უნდა მოხდეს დეკლარირება თუ რა ნივთიერებაა გამოყენებული კონკრეტულად რომელი, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული როგორი დაზიანება ადგება ადამიანს. ზემო სასუნთქი გზების, ქვედა სასუნთქი გზების მათ სხვადასხვანაირი მართვა ჭირდება. რასაკვირველია, უნდა იყოს ეს ცნობილი დაავადებათა კონტროლისთვის, აბა სხვა რა მოვალეობა აქვს ამ ცენტრს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე მიმდინარე აქციის პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მიმართა და პირველადი სამედიცინო მომსახურება გაეწია 625 მოქალაქეს. მათგან სტაციონარში გადაყვანა დასჭირდა 217 მოქალაქეს. სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი და წიწაკის გაზი. მათი შემადგენლობისა და გამოყენების სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს, საიდანაც პასუხი ვერ მივიღეთ.
მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნაერთების შემადგენლობის გარკვევის მიზნით. შეკითხვებით მივმართეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც. საიდანაც მოგწერეს, რომ არ გააჩნიათ ფარმაკოლოგიური შესაძლებლობები და შესაბამისად შეუძლებელია ცენტრის ბაზაზე ლაკრიმატორული ნივთიერებების იდენტიფიკაცია. რეკომენდაციებისთვის კი გვირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებგვერდი. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სრემსადენი გაზის ხანგრძლივმა ექსპოზიციამ ან დიდი დოზით ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე ეფექტები, როგორიცაა სიბრმავე და სიკვდილი, ყელისა და ფილტვების მძიმე ქიმიური დამწვრობის ან სუნთქვის უკმარისობის გამო. და მეორე ხმა თუ არ ჩართე, რომ ეხლა უნდა გადარჩე, ეხლა უნდა ისუნთქო, რაც არის, ან უნდა გაიქცე და თავს უშველო. აი გადარჩენის ინსტინქტი თუ არ ამუშავე, იქ ბევრი ესე ხელში აყვანილი სასწრაფოების მანქანებს მიყავდა, მე გამოყავდათ და ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდათ ხელოვნურად. იმდენად სუდად იყვნენ. უწყვეტი საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს ქალაქებში დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იმ ადამიანების დასჯაა, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა და ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს. ამის გამო საქართველოში საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ დაუჭირა. მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობისთვის ამერიკის შეერთებული შტატებმა დაასანქცია შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.